გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე კარგ წვნიან ზაფხულისთვის, რომელიც არის ცივი წვნიანი. ცივი წვნიანი იქნება გრიქ იოგურტით, ან შეგიძლიათ მაწვნითად გააკეთოთ, ანუ ბერძნული იოგურტით, ან მაწვნით შეგიძლიათ გააკეთოთ. ძალიან მარტივი გასაკეთებელი არის, მართლა ძალიან გამაჯანსაღებელი და გამაგრილებელი არის რა. ამიტომ რომ ბევრი ვიტამინი აქვს, ასე ვთქვათ, ცივად იჭმევა, ზაფხულის ცხელ დღეებში კარგად გეამებათ. მოგეთ ბევრი დრო რო აღარ დავკარგოთ, დღეს გავაკეთებთ ცივ სუპს, ეგრეთ წოდებულ აკროშკას, მაგრამ აკროშკა არ იქნება, აკროშკის ვარიანტი იქნება. ან ცივი სუპის ერთ-ერთი ვარიანტი არის, მოკლედ არაფერი სახელი არ დავუქვათ, თორემ მე თქვენ დაიწყეთ აკროშკა გიგიკისტიბო. ამიტომ დავიწყეთ. ცივი სუპისთვის დაგჭირდებათ ყველაფერი მწვანე, რაც კი მოგეპოვებათ სახლში. მაგრამ ამჯერად მე რაც მთავარი არის, ეს არის კიტრი და ჟავე კიტრი და ასევე კვერცხი მოხარშული. და იოგურტი. სხვა არომატიკები, ანუ რაც არის ვანილეულობა, შეგიძლიათ ის იხმაროთ, რომელიც თქვენ მოგწონთ და გეამებათ გულზე. მე დღეს გავიღვიძე და მომინდა რომ მეჭამა კამა, მეჭამა ტარხუნა და მწვანე ხახვი. ასევე გავკეთებთ მწვანე წიწაკას, ნიორს და აშო. დავიწყოთ ნელ-ნელა და ეხა ჩამოთვლი რა რამდენი დაგჭირდებათ. ამიტომ მოიწიეთ ჩემთან. 2 მოზრდილი ულუფისთვის დაგჭირდებათ. 1 ცალი კიტრი, 250 გრამი ბერძნული იოგურტი, ან მაწვანე. ბერძნული იოგურტი ჯობია, რადგან უფრო ნაკლები მჟავიანობა აქვს. მჟავე კიტრი, მოტკბო ჟავე კიტრი, 2 ცალი კვერცხი მოხარშული, დაახლოებით 10-12 წუთი. 1 ცალი ცხარი წიწაკა, ამ შემთხვევაში არის ჰალაპენიო, მაგრამ შეგიძლიათ იხმაროთ ჩვეულებრივი მწვანე წიწაკაც. 2 კბილი ნიორი, დაახლოებით 4-5 ღერო მწვანე ხახვი, დაახლოებით 4-5 ღერო ტარხუნა და 3 ღერო კამა. და წყალი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მარილს და პილპილს, რა თქმა უნდა, გემოვნებით. ეხლა გადავიდეთ მზადებაზე. პირველ რიგში დავჭრათ კიტრი, მოვაჭრათ ბოლოები, რა თქმა უნდა, გავჭრათ შუაზე, გავჭრათ ესეც შუაზე და უნდა ამოვუღოთ გულები. და კიტრი უნდა დავჭრათ პატარა კუბიკებად. თუ ჩვენი ხშირი მაყურებელი ხართ, იცით, ბრუნვა, რაც ნიშნავს? ბრუნვა ნიშნავს პატარა კუბიკებს, ასე ვთქვათ. დავიწყოთ ბრუნვად დაჭრა. და ამ ჯამში ჩავყრით. ეხლა ავიღებთ მწვანე ხახვს, ამაზად დავჭრით. შემდეგ ავიღებთ ტარხუნას, ესე მოვაცდეთ ფოთლებს, დავჭრით. შემდეგ ავიღებთ ისევ კამას და ჩავყრით. მჟავე კიტრს და თხელ ნაჭრებად. მოსწრა კარგად გადავკეპავთ, რომ მჟავე ნაწილები არ შეგხვდეს ჩვენ სუპში. შემდეგ ავიღებთ წიდაკას, დაახლოებით 9 ვარს. დაგვრჩა ნიორი და ჩაუძახებ კვერცხი, რომელიც კიდე 1 ცალი კვერცხი. ჩაუძახოთ ამასაც შიგნით. ეხლა პილპილს ჩავყრით შიგნით, გემოვნებით, ასევე ჩავყრით მარილს. ეხლა ავიღებ კიდე 1 ჯამს, ქვევიდან ძალიან მაგიურად, ჩავუშვით ამაში ბერძნულ იოგურტს, ჩავუსხავთ წყალს. ეხლა მე დავუმატე დაახლოებით 1 ცალ იოგურტზე დავუმატე დაახლოებით 250 გრამი წყალი და თუ უფრო მეტად სქელი კონსისტენციის გინდათ, თქვენ შეგიძლიათ დავუმატოთ უფრო ნაკლები წყალი. თუ უფრო თხელი გინდათ, უფრო მეტი წყალი. ეგ თქვენზეა როგორ დამოკიდებული. ამას დავუსხავთ თავზე ამას. მოვურევთ. გადავაკრებ პლასტიკი და ეხლა დაახლოებით 2 საათი შევდგათ მაცივარში, კარგად გაუჟდეს გემოები, მარილი გაიხსნას, პილპილი გაიხსნას და ყველა ეს არომატები რაც არის, კარგად გაუჟდეს იოგურტს. მანამდე თავი გავეგრილოთ კოკა-კოლა ჩერითი, რომელიც სულ ახალი პროდუქტია კოკა-კოლასი საქართველოში და ასევე მინდა მოგიწოდოთ რომ გასინჯოთ და დააგემოვნოთ და ნახოთ მოგეწონებას თუ არა. კოკა-კოლა ჩერი თავსახურის ქვეშ მოთავსებული არის კოდები, რომელიც შეგიძლიათ ჩაწეროთ აპლიკაციაში და აპლიკაცია თუ არ გაქვს შეგიძლიათ გადმოწეროთ და მინდა გითხრათ რომ თამაშდება ძალიან კარგი პრიზები. ერთ-ერთი მთავარი პრიზი არის მოგზაურობა რომანტიული პარიზში თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად. რაც უფრო მეტ კოკა-კოლას დალევთ და იაქტიურებთ და რაც უფრო მეტ კოდს შეიყვანთ აპლიკაციაში, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ რომ მეგობრებო სხვადასხვა პრიზები. ამიტომ დალიეთ, რადგან კოკა-კოლის დალევა ეხლა ორჯერ უფრო სასიამოვნოა. რადგან შეიძლება რომ პარიზში წახვიდეთ. 2 საათით გავიდა, კარგად ჩამოცხა სტუდიაში და ეხლა დროა რომ თავი კარგად გავიგრილოთ გემრიელი ცივი სუპით. მაგრამ თუ ცივი სუპებზე მიდგა საუბარი, მინდა აღვნიშნო რომ ჩემი საყვარელი ცივი სუპი არის გასპაჩო. გასპაჩოს არც ერთი ცივი სუპი არ ჯობია. საბაც მეთანხმება აქედან. თან მე იმის თქმა მინდა რომ კამა დიდად არ მიყვარს. მინდა გამოყვე იმაშიც რომ ახალ კარტოფილსაც ძალიან იშვიათად ვაყრე კამას. აკროშკაც ბავშვებიდან არ მიყვარს, იმიტომ რომ ბევრი კამა ქონდა. ჩვენი გასპაჩოს ვიდეო თუ არ გინახავს, შეგიძლია უყურო და ნახო რა გიყვარს მე და საბას ძალიან. და ჩემს შესანიშნავ მეუღლესაც.
ეხლა ვაპირებ მე მარტო დაგემონებას და ამიტომ პირდაპირ ამ მათლაფიდან შევჭამ, რადგან საბა ძალიან მჟავე სახით იყურება იქიდან და დარწმუნებული ვარ, რომ მას არ უნდა გასენჯო ამისი, რადგან მეც დიდად არ მიყვარს, მაგრამ გავსინჯო და ვიქნები ძალიან ობიექტური. როგორი გამოვა. არხუნა ბევრი მომივიდა და გაასწორა და კაია ცოტა მეტარხუნა აქვს ნაკლებად იგრძნობა კამა. არხუნის და კამას კოლაბი ძალიან კარგი არის. ძალიან კარგად ხრაშნობს ჟავაკიტრის და ჩვეულებრივი კიტრის და სიცოცხლის გაძლევს. კვერცხის გულის არომატი რაც არის, ძალიან კარგად დაყვება თელსუპის განმავლობაში. ან ძალიან კარგად გავიჟდა გემოები და მართლა ვისაც გიყვართ ეს ინგრედიენტები, მართლა ძალიან მოგეწონებათ. და შეგიძლიათ რომ უფრო ცივი რო გახადოთ, ყინულები ჩაყაროთ შეგნით. შემიძლია გითხრათ შემდეგი რამე. თუ გიყვართ აკროშკა და თუ გიჭამიათ ძალიან მოგეწონებათ. ვინც არ გიყვართ, უფრო მეტ ტარხუნა ვქენით, რომ ტარხუნის გემოზე წაიყვანოს და ძალიან მოგეწონებათ. და ვინც გონიათ, რომ საერთოდ არ მოგეწონებათ, მაგათმა შეგიძლიათ ჩემს ძველ ვიდეო გასპაჩოს უყუროთ და გასპაჩო ნამდვილად მოგეწონებათ. მეტო გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და მადლობა კიდევ ხო კოკაკოლას, რომ გვაძლევს საშუალებას შევქმნათ თქვენთვის ეს კონტენტი. ამიტომ ეხლა დაგემშვიდობებით და ბაი!